დღეს ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დამოუკიდებლად გავუმკლავდეთ ობსესიურ კომპულსიურ აშლილობას. ანუ ვსაუბრობ ტექნიკებზე, რომლის გამოყენებასაც დამოუკიდებლად შეძლებთ. გამარჯობა, მე ვარ მაგდა ბერესტი, ფსიქოანალიტიკოსი და ამახსე ვეცდები მაქსიმალურად მარტივი და გასაგებიანი ვისაუბროთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. წინა ვიდეოებში მე გიჩვენეთ ობსესიურ კომპულსიურ აშლილობის მექანიზმი, მანკიერი წრის სქემა და თუ ეს ეპიზოდი არ გინახავთ, ჩემ არხზე ობსესიურ კომპულსიურ აშლილობაზე უკვე დევს პირველი და მეორე ეპიზოდი და სანამ ამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, აუცილებლად ნახეთ წინა ორი, რათა უფრო კარგად ერკვეოდეთ იმაში, რაზეც დღეს უნდა ვისაუბრო. კონკრეტულად კი თერაპიაზე. მოკლედ, ჩვენ ვისაუბრეთ მანკიერ წრეზე, სადაც ობსესიური აზრები გვაიძულებენ მივმართოთ კომპულსიურ ქმედებებს, რითიც ეს მექანიზმი კიდევ უფრო მყარდება. და მოდით კიდევ ერთხელ გავიმეოროთ წრე, რომელიც შედგება 4 რგოლისგან. პირველი რგოლი ჩნდება ფიქრი. მაგალითად, შევეხე რაღაც ბინძურს და აუცილებლად დავიმფიცირდები. ესე იგი, ხელი უნდა დავიბანო. მეორე რგოლი. ფიქრს მოყვება ემოცია, შფოთვა, რომ დავიმფიცირდები. მესამე, შფოთვის გასანეიტრალებელი ქმედება უნდა მოვიმოქმედოთ. ხელების დაბანა მაგალითად. მეოთხე რგოლი არის რაღაც მომენტში ხელები როცა დავიბანეთ, შფოთვა შეწყდა, დავმშვიდდით და ხდება უკვე ამ ქმედების შეფასება. როგორ? მე ვშფოთავდი, მერე ხელები დავიბანე და ახლა უკეთესად ვარ. ანუ ეს ქმედება ფასდება პოზიტიურად, ამიტომ მტკიცდება, აზრი ეცლება. მაგრამ ქცევა ახალ გარემოებებში ძლიერდება და ხშირდება. ხოლო ჩვენ დღეს ვისწავლით, თუ როგორ უნდა გავწყვიტოთ ყველა ეს კავშირი ამ მანკიერ წრეში და მოვახერხოთ ისე, რომ თქვენი ფიქრების განეიტრალება ისწავლოთ და აი რომ გვეუბნებიან ხოლმე, ნუ აქცევ ყურადღებას. ხო და როგორ უნდა შევძლოთ, რომ ყურადღება არ მივაქციოთ, იმიტომ რომ სათქმელად ძალიან მარტივია. შეგვიძლია გადავიდეთ სავარჯიშოებზე, რომლების მიზანიც არის ვისწავლოთ, როგორ ვიაზრონოთ, როგორც ადამიანმა, რომელსაც არ აქვს ობსესიურ კომპულსიური აშლილობა. ანუ მივეჩვიოთ შფოთვითი აზრების მიღებას და გაანალიზებას. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ შფოთვისგან, მაგრამ ყველაზე მთავარია შევწყვიტოთ კომპულსიური ქმედებების კეთება, რადგან ეს მხოლოდ დროებით ამშვიდებს და ამცირებს შფოთვას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ეს ქმედებები ამყარებს ობსესიურ კომპულსიურ აშლილობას, რადგან ისინი ამ მანკიერ წრეს აბრუნებენ და გვაძლევენ შეგრძნებას, რომ სწორედ ეს კომპულსიური ქმედებები გვიხსნიან რაიმე საშიში მოვლენის დადგომისგან, რაც რა თქმა უნდა წარმოქმნაა, რომელიც არ შეესაბამება რეალობას და აუცილებლად უნდა დამუშავდეს. და საჭიროა დავწმუნდეთ ამაში, ანუ გავთავისუფლდეთ პირველ რიგში კომპულსიური ქმედებისგან. ამიტომ ყველაზე მთავარი თერაპიული მეთოდი იქნება ზემოქმედება, როდესაც თქვენ შეწყვეტ კომპულსიური ქმედების კეთებას. აიტანთ ამ შფოთვას და დროთა განმავლობაში ის გაქრება. ეს არის ექსპოზიციური მეთოდიკა და ამის გაკეთება ერთბაშად შეუძლებელია, რადგან შფოთვა, რომელიც თქვენ ამ მომენტში გაქვთ, ძალიან ძლიერია, უზარმაზარია და დიდი ალბათობაა, რომ ვერ შეძლოთ მისი მოთმენა თავიდანვე. ამიტომ ერთიანად ამაზე უარის თქმა შეუძლებელია, დიდი შანსია, რომ არ გამოვიდეს დიდი სტრესის გამო და თქვენს გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ საერთოდ არ გამოგივათ, რაც რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაწყობს. ამიტომ აუცილებლად უნდა მივყვეთ ნელა ეტაპობრივად, რომ გამოვრიცხოთ ჩავარდნა. რათა მერე ამ მარცხმა თქვენ არ მოგცეთ შეგრძნება, რომ არ მუშაობს ეს სავარჯიშოები და საერთოდ არაფერი გამოვა, ხო? ეს ისე არ არის. მოკლედ, უნდა მოვემზადოთ ფინალური ნაბიჯისთვის. მომზადების გარეშე თქვენ ემზადებით დამარცხებისთვის. პირველი სავარჯიშო ემსახურება იდეას, ისწავლოთ შფოთვის გაგება და აღქმა. და ამისთვის, რაც უნდა გააკეთოთ, არის კვირის განმავლობაში შეავსოთ ცნობიერების ცხრილი დღიურში შფოთვითი ემოციების. ცხრილის პირველი გრაფა იქნება სიტუაცია, ანუ რა მოხდა. მეორე იქნება ფიქრები, რა ფიქრი დამებადა. მესამე ემოციები, ანუ რა ვიგრძენი. მეოთხე ქმედება, რა მოვიმოქმედე, როცა რაღაც ვიგრძენი, ხო? და მოდით მაგალითზე ავაწყოთ ახლა. სიტუაცია, ვთქვათ, შევეხე რაღაც ბინძურს საჯარო ტრანსპორტში, მაგალითად სახელურს.
შემდეგ ვწერთ უკვე რა ფიქრი დაგვებადა. ღმერთო უამრავი ბაქტერია იყო და სავარაუდოდ დავინფიცირდები და მოვკვდები. საჭიროა სასწრაფოდ დავიბანო ხელები. შემდეგ ემოციას ვწერთ, რომელსაც განვიცადეთ, მაგალითად 80% შიში, 90% დაძაბულობა, 100% შფოთვა, ხო? ან როგორც თქვენ გაქვთ. და ბოლოს ქმედება, რომელიც ჩავიდინე სასწრაფოდ წავისვი ანტისეპტიკი ხელებზე, შემდეგ წყალი გადავისხი ბოთლით და შემდეგ კიდევ ყოველი შემთხვევისთვის ანტისეპტიკით დავიმუშავე. რატომ გვჭირდება ამ ცხრილის შევსება ყოველდღიურად? ძალიან მარტივი პასუხი აქვს, რომ უკეთესად ვისწავლოთ ჩვენი მდგომარეობის აღქმა, რომ გავაანალიზოთ, რაზე ვფიქრობთ, რას ვაკეთებთ, რაზე ვშფოთავთ და ეს იყოს ხილვადი. ცხოვრების სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ამ სიტუაციების და ქმედებების უმეტეს ნაწილს, რაც ჩვენ თავს ხდება, ჩვეულებრივად ავტომატურად აღვიქვამთ, ისე რომ ვერც ვაცნობიერებთ მათ და საერთოდ არ გვესმის მათი შინაარსი. და რომ შევძლოთ გავუმკლავდეთ ობსესიურ-კომპულსიურ არშილობას, ჯერ კარგად უნდა გავიცნოთ ისინი. ანუ უკეთესად გამოვიკვლიოთ, შევისწავლოთ და ამისთვის, როგორც ამ ვიდეოს დასაწყისში გითხარით, დაგეხმარებათ ჩემი პლეილისტი, რომელიც უკვე დევს ჩემს YouTube არხზე, ხო? მოკლედ, უნდა გავიგოთ, რაში მდგომარეობს იგი, როგორ გამოიხატება, რომელ სიტუაციებში წარმოიშვება ეს შფოთვითი ფიქრები. და ამ ერთი კვირის განმავლობაში დღიურში თქვენ ყველა ეს სიტუაცია უნდა ჩაწეროთ და აღწეროთ. ფიქრები, ქმედებები, რომლებსაც ესა თუ ის სიტუაცია იწვევს. შემდეგი ნაბიჯი იქნება სწორედ ამ ფიქრებზე მუშაობა. და შეგვიძლია ამას დავარქვათ მეორე სავარჯიშო. ტრადიციულად კოგნიტიურ თერაპიაში მას შემდეგ, რაც ვისწავლეთ ჩვენი შფოთვითი ფიქრების აღმოჩენა და აღქმა, მეორე ნაბიჯია მათი სანდოობისა და ადეკვატურობის შემოწმება. ანუ მათი ობიექტურ რეალობასთან შესაბამისობის შემოწმება. ამისთვის ვიყენებთ კოგნიტურ რეკონსტრუქციის მეთოდს. მაგრამ ობსესიურ-კომპულსიური აშლობისთვის ასევე მე დავამატებ აქ ფიქრების გადალაგებასაც, ხო? ყველაზე მთავარი ეს არის შინაგანი სიმშვიდის განცდა. ვისწავლოთ ფიქრი ისე, როგორც ფიქრობენ ადამიანები, რომელსაც არ აქვთ შფოთვითი აშლობა. აი, ეს არის ჩვენი მიზანი. ადამიანები, რომელსაც არ აქვთ მსგავსი პრობლემები, არიან ისინი, რომლებსაც საკუთარ თავში ძალიან ძლიერად, მყარად, მაგრად აქვთ განვითარებული და გამჯდარი დამამშვიდებელი ინტროექტი. ამის გამო შინაგანად მშვიდნი არიან. ანუ მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ შფოთვით აზრებს, გაანეიტრალონ ისინი, მიიყვანონ ლოგიკურ დასასრულამდე. და ან გადაერთონ სხვა ფიქრებზე ისე, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე. და რატომ შეუძლიათ მათ ეს? იმის გამო, რომ ბავშვობაში მათმა მშობლებმა კარგად ძალიან ხარისხიანად შეძლეს მათი დამშვიდება. შესაბამისად, ბავშვობიდანვე აითვისეს საკუთარი თავის დამშვიდების მექანიზმი მშობლებისგან. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც ბავშვობაში ეწყებოდათ რაღაც აგრესიული და შფოთვითი ფიქრები და ვერ შეძლეს მათი სწორი მასშტაბირება, აღქმა, სიტყვად ფორმულირება, იყო აკრძალული, ხო? მათ უვითარდებათ ძალიან ხშირად ობსესიურ-კომპულსიური აშლობა და დღემდე არ იციან, ძალიან ხშირად არიან თუ არა ისინი მართლა ასეთი საშიშეს ფიქრები. იქნებ არც არიან. ეშინიათ ამაზე ფიქრის, ხანდახან რადგან ფიქრობენ, რომ რაღაც ისეთი სჭირთ, რაც ძალიან ცუდია, რაღაც არანორმალური, სიგიჟესთან მიახლოებული. თუმცა ეს ასე არ არის. უბრალოდ მათთვის უცხოა საკუთარი თავის დამშვიდების მექანიზმი. სხვა გზა ჯერ უცნობია, ხოლო ნაცადი გზა კიდევ უფრო ამწავებს და ამყარებს ობსესიურ-კომპულსიურ აშლობას. მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ რისი ათვისებაც ვერ მოახერხეთ ბავშვობაში სხვადასხვა მიზეზების გამო, შეგვიძლია ავითვისოთ ახლა, ანუ დავაშენოთ. ადამიანს შეუძლია ძველი პატერნის შეცვლა, მაგრამ ამისთვის აუცილებელია გავიგოთ, რას ემსახურება ეს ქცევა, ეს პატერნი, რისგან გვიცავს. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი იქნება ამ ფიქრებს შევეჩვიოთ, საკუთარი თავის დამშვიდება ვისწავლოთ და იმის გაგება, რომ ეს ფიქრები აბსოლუტურად ნორმალურია და მათში არაფერი საშიში არ არის. მოკლედ, როდესაც თქვენ უკვე წერთ თქვენს დღიურში ფიქრს, რაც შფოთვას იწვევს, მაგალითად, აუცილებლად დავინფიცირდები, ვიღაც შემომაკვდება, სახლი გადაიწვება. ჩვენ უკვე შეგვიძლია კოგნიტურ რეკონსტრუქციაში პირველი საკითხვის ფორმულირება. რამდენად საფუძვლიანია ეს ფიქრი? შემდეგ ვეძებთ არგუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ ამ ფიქრს და არგუმენტებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან. შემდეგი შეკითხვა,
იქნება, შეიძლება თუ არა იყოს სხვა ალტერნატიული ახსნა. მესამე კითხვა იქნება, რა სიტყვა შემოადგილა სხვა ადამიანი, მაგალითად, ჩემი მეგობარი, პარტნიორი, ვისაც არ აქვს მსგავსი პრობლემა. და მოდით განვიხილოთ მაგალითი. მაგალითად, გაგვიშთა ფიქრები. სუდი დედა ვარ, ბავშვი ხელიდან გამივარდება. ჩავიწერეთ ეს ფიქრი, ხო? მაგრამ მანამ არგუმენტების ძიებას დაიწყებთ, გაითვალისწინებთ, რომ პირველი მნიშვნელოვანი არგუმენტი არის ის, რომ ეს არის მხოლოდ ფიქრი, ხაზგასმით. და ფიქრი, აზრი რეალობას არ ნიშნავს. რადგან იფიქრეთ, რომ ჩვილი ხელიდან დაგივარდებათ, ეს არ ნიშნავს, რომ ამას აუცილებლად გააკეთებთ. როგორ უნდა გამყარდეს ეს არგუმენტი? ფაქტებით. მაგალითად, გაიხსენოთ, რამდენჯერ აგიყვანიათ ჩვილი ხელში, ისე რომ არ დაგვარდნიათ. და რა არის ამ არგუმენტების ძიების აზრი? ვარჯიში, რომ გამოიმუშაოთ ემოციური თვითრეგულაციის უნარი. ანუ ამ პროცესში თქვენ თავს ახსენებთ, რომ ახლა თქვენ ავარჯიშებთ ემოციის გაგების უნარს, რომ ეს არის შფოთვა. როგორ უნდა დააფიქსიროთ? მოახდინოთ ემოციის სიტყვიერი ფორმულირება. ახლა, რასაც განვიცდი, არის შფოთვა. ანუ მე შფოთავ. შემდეგ გადავდივართ სხვა არგუმენტებზე. მაგალითად, სტრესში ვარ. რატომ უნდა ვიყო სტრესში? მე მახსენდება, გუშინ არ მიძინია, დილით საუზმე ვერ მოასწარი, ყავა ვერ დავლია, შესაბამისად გაღიზიანებული ვარ, დავიღალე, გამოუცდელი დედა ვარ, დასვენება მჭირდება. ახლა დროებით მინუსში ვარ. როცა გამოვალ ამ შფოთვიდან, ყველაფერი გაივლის. ანუ ვიხსენებ, რომ ყველაფერი ნორმალურია, ძალიან გვიყვარს ჩვენი შვილი და კარგი ურთიერთობა გვაქვს მასთან, კარგი დედა ვართ. უბრალოდ ეხლა ვარ დაღლილი, ამიტომ შფოთვა მაინც შემოგვეპარა, როცა რესურსში არ ვარ. სწორედ ამ კონკრეტულ მომენტში გაგვიტაცა ფიქრებმა და ემოციებმა. ვაგრძელებთ. როდესაც მოყავს არგუმენტები, ვაძლიერებთ კიდევ ამ ემოციის აღქმის უნარს. ანუ თანდათან ვეძებთ პასუხს კითხვაზე, რამ გამოიწვია ეს შფოთვა. მაგალითად, ბევრი გარემოშფოთვა შეიძლება იყოს ძალიან დიდი დატვირთვა, დაღლა, ემოციურად გადაღლა. ბევრი ადამიანი ჩემს ადგილას ასე იფიქრებდა, საშიში არაფერია, ხო? რა თქმა უნდა, ასევე თქვენ უნდა მოიძიოთ სწორედ ის არგუმენტები, რომლებსაც თქვენ თავად დაუჯერებთ და რომელიც თქვენთვის იქნება დამაჯერებელი. მე აქ რა არგუმენტებიც მომყავს, ეს ჩემი პირადი მაგალითია, რაც მე მაფიქრდება. ეს არის ანუ კოგნიტური რეკონსტრუქცია. საკუთარ ნეგატიურ ფიქრებს შევხედოთ კრიტიკული თვალით და გავანეიტრალოთ არგუმენტირებულად. რადგან უბრალოდ დამშვიდი ყველაფერი კარგად იქნება, არაფერს არ გშველის, არ მოქმედებს. ჩვენ ფსიქიკას ჭირდება არგუმენტები, ფაქტები. ამ სავარჯიშების მიზანია თავი ოდნავ დავიმშვიდოთ, შფოთვა ცოტათი შევამციროთ, იმისთვის, რომ მოემზადოთ შემდეგი მესამე ნაბიჯისთვის. შემდეგი ნაბიჯია შევწყვეტოთ კომპულსიური ქმედებების ჩადენა. და აუცილებელია ჯერ ეს პირველი ორი სავარჯიშო კარგად გავიაროთ, რადგან პირდაპირ რო შევწყვეტოთ კომპულსური ქმედებების ჩადენა, ეს იქნება ძალიან ტანჯველი და დიდი ალბათობაა, რომ შფოთვის ინტენსივობას ვერ გაუწრებთ. შესაბამისად, ჯერ ვაკეთებთ ამ სავარჯიშოებს და მოდით გავიმეოროთ რა არის ეს სავარჯიშოები, ცხვირის შედგენა ერთი კვირის განმავლობაში და მეორე არის ფიქრების გაანალიზება და მათზე მუშაობა. და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდივართ მესამე ნაბიჯზე, ხო? რათა ჩვენი შფოთვა უფრო ნაკლები იყოს და როდესაც დავიწყებთ კომპულსიური ქმედებების შეწყვეტას, თავიდან ავიცილოთ ძალიან დიდი ინტენსივობის შფოთვა, ხო? და ცოტა მოვემზადოთ ამისთვის. აი, შეგვიძლია გავიხსენოთ ბავშვობაში, როდის გქონდა შფოთვა და ნერვიულობა კიდე, ხო? წავეთ განსაკუთრებით, როდესაც ვითარდებოდით, რაღაცა ახალი ხდებოდა, რაიმე ახალს სწავლობდით, ახალ სიტუაციაში მოხვდებოდით, ახალ გარემოებაში. სწორედ ეს არის ჩვენთვის სტრესი, მაგრამ თან სწორედ ამ დროს ვიზრდებით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. და ამიტომ ის, რომ ახლა შფოთავთ, მიუთითებთ, რომ თქვენ ცხოვრებაში ახალ ეტაპზე გადადიხართ, სადაც ყველაფერი ჯერ უცხოა, არ ახართ შეიარაღებული ახალი ცოდნით და იარაღით, რომ მარტივად გაუმკლავდეთ ამ სიტუაციებს. თუმცა მალე აუცილებლად გექნებათ გამოცდილება და საჭირო ინსტრუმენტებიც, მაგრამ ამაზე მუშაობა აუცილებელი. თქვენ წააწყდით რაღაც სიტუაციებს, გაიზარდეთ და აუცილებლად გადალახავთ მათ. ცვლილებები გარდაუვალია, უბრალოდ უნდა ისწავლოთ ამის სწორად გაკეთება. შეგვიძლია უკვე გადავიდეთ მესამე ნაბიჯზე და ეს არის გრადაცია. ყველა ჩვენს მიერ წარმოდგენილ საშიში სიტუაციის გრადაცია უნდა გავაკეთოთ, რომლებისგანაც თავს ვიცავთ.
გადაცია უნდა მოხდეს, ოღონდ მცირედან ზემოთ. მაგალითად, ინფიცირების შიშის დროს ყველაზე ნაკლებად საშიში სიტუაცია, რომელიც არის ფასდება ქულებით. მაგალითად, ერთ ქულად იქნება შეფასებული სიტუაცია, სადაც საკუთარ ბინაში მოკიდო ხელი კარის სახელურს. ორი ქულა იქნება უფრო მაღალი ხარისხის ფოთვა, სადარბაზოს კარებს მოკიდო ხელი, რომელსაც სხვა ადამიანებიც ეხებიან. მესამე სამქულიანად შეფასდება ავტობუსში შეეხო რაღაცას, რასაც დღეში უამრავი ადამიანი ეხება. 4 ქულა იქნება რესტორანში მიიღო საკვები ჭურჭლიდან, რომელსაც სხვაებიც ხმარობენ, ხო? ხოლო 5 ქულა იქნება ის, რომ ისარგებლოს საზოგადოებრივი ტუალეტით მაგალითად. ან შეიძლება თქვენი ობსესიური კომპულსიური ნაშრომობა შედგებოდეს ორი ნაწილისგან. პირველი ეს იყო მუდმივად შემოწმება გაზის, შუქის და წყლის მაგალითად და მეორე იყოს უკვე გადამოწმება. როგორც კი შეწყვეტ კომპულსიური ქმედების კეთებას, შფოთვა იზრდება. მაგალითად, გაგიჩნდათ ფიქრი, დავინფიცირდები, მაგრამ არ მიდიხართ ხელების დასაბანად. შფოთვა ამ დროს გაიზრდება აუცილებლად. თუ თქვენ სწორედ ამ დროს გაიქცევით და დაიბანთ ხელებს, ამით მხოლოდ გაამყარებთ თქვენ შფოთვას. მაგრამ თუ თქვენ კიდევ ოდნავ მოითმენთ, შფოთვა ნელ-ნელა დაიწევს. ნუ შეშინდებით, კიდევ ოდნავ დაელოდეთ და თუ ამ პიკს გადაიტანთ, შემდეგ ეს შფოთვა აუცილებლად ჩამოვარდება ქვემოთ და ეს პირობითი რეფლექსი უკვე აღარ გამყარდება. შემდეგ ჯერზე თქვენთვის გაცილებით მარტივი იქნება ამ ყოველების გაკეთება, რადგან პოზიტიური გამოცდილება უკვე დაგამახსოვრდათ. მაგალითად, თუ თქვენ გადიხართ სახლიდან და ფიქრობთ, კიდევ არ გამორთე გაზი, შუქი, წყალი, მოვალ და მთელი ბინა საერთოდ დაიწვება. რა უნდა გააკეთოთ? გააგრძელეთ სვლას წინ. თუ მიდიხართ სამსახურში, მიდიხართ სამსახურში და მაქსიმალურად ითმენთ. რა თქმა უნდა, ამ დროს შფოთვა იზრდება და ამისთვის წინასწარ მზად უნდა იყოთ, ხო? თუმცა თუ მოითმენთ, შემდეგ საღამოს მოხვალთ სახლში და დაინახავთ, რომ ყველაფერი რიგზეა, სახლი არ დაიწვა, ეს უკვე შეინახება პოზიტიურ გამოცდილებად. მეორე დღეს შფოთვა უფრო სუსტი იქნება. კვლავ არ გადაამოწმებთ, დაბრუნდებით სახლში და ისევ დაგხვდებათ ყველაფერი რიგზე, კიდევ ერთი პოზიტიური გამოცდილება, ხო? როცა არ მიმართეთ კომპულსიურ ქცევას. და რა გვინდა ამით რას ვცდილობთ? აქამდე თქვენ როდესაც გქონდათ შფოთვითი ფიქრები, მათ ამყარებდით ქმედებებით. თქვენი ტვინი არც კი ფიქრობდა ამ ქმედებებზე, ავტომატურად ხდებოდა, რადგან ჩვეულია, გამყარებული. სხვა ვარიანტი თავში არც მოდის ადამიანს, ხო? აი ამ სავარჯიშოებით სწავლობთ სხვა ვარიანტზე ფიქრს. თუ ითმენთ პიქს, მე ხედავთ, რომ არაფერი ხდება, უკვე პოზიტიური გამოცდილება გაქვთ. ასე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ერთ მხარეს არის ეს კომპულსიური ქმედება და ქცევა, მეორე მხარეს კალათაში ვაგროვეთ პოზიტიურ გამოცდილებებს, როცა არ გავაკეთეთ ეს კომპულსიური ქცევა. რა მოხდა, როცა მოვითფინეთ და ხელები არ დავიბანეთ. და როცა საკმარისად დავაგროვებთ კალათაში ამ გამოცდილებებს, კარგს. როდესაც არ შევასრულეთ კომპულსიური ქცევა და ყველაფერი კარგად დასრულდა, შფოთვის დაწყებისას ჩვენ უკვე ორი ვარიანტი გვექნება, ხო? და ჯანსაღ ვარიანტზე უკვე ნაფიქრიც გაქვთ და გაგახსენდებათ, რომ აი გუშინ მოითფინეთ, ხელები არ დაიბანეთ სასწრაფოდ, სახლში არ აბრუნდით, კარები შესამოწმებოდ და ყველაფერი კარგად დასრულდა. მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი ამ სავარჯიშოების გაკეთებისას? გახსოვთ, რომ ყველა ტიპის შფოთვა შევაფასეთ ქულებით, ხო? პირველი რაც მნიშვნელოვანია, იწყებთ იმ შფოთვით ფიქრებთან გამკლავებას, რომელსაც ყველაზე ნაკლები ქულა მიანიჭეთ. ანუ 1 და 2. არ დაიწყოთ 60 ქულიანი შფოთვებით, ხო? ყველაზე მარტივი და ნელ-ნელა ყველაზე რთულისკენ. მეორე, ეს არის კატასტროფული სცენარის წინასწარ განხილვა. ეცადეთ რამდენადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ყველაზე ცუდი სცენარი სიტუაციის განვითარების. სწორედ ასე ვირიდებთ თავიდან კოგნიტურ გაქცევას, რაზეც ვისაუბრეთ წინა ვიდეოში. რა მოხდება ყველაზე ცუდი, ეს უნდა გავიგოთ. რადგან თუ ფანტაზიაში ვაკონკრეტებთ კატასტროფულ სცენარს, ფიქრი გვეხმარება ამ კონკრეტიზაციაში და შფოთვა არის განუსაზღვრელობის შეშიდან, აქედან მომდინარეობს. ხოლო როდესაც წარმოვიდგენთ ყველაზე ცუდს, უკვე ნათელი იარისი გვეშინია, შესაბამისად განუსაზღვრელობა ნაკლებია, ტვინმა უკვე გადაამუშავა ეს ინფორმაცია და შფოთვა ნაკლებია. მოვაშორეთ ეს განუსაზღვრელობის ეფექტი, შფოთვამ დაიწია. და მესამე წესი, ეს არის ბიჰევიორისტული ექსპერიმენტი. მანამ სანამ კომპულსიურ ქმედებას შეასრულებთ, ცოტა ხანი დაფიქრდით. გაქვთ შფოთვა, შეფასებული მაგალითად 2 ქულით. ეს შფოთვა ითხოვს კომპულსიურ ქმედებას. თქვენ იწერთ ამ ქმედებას. მაგალითად, ჩემი აზრით, ახლა კარები არ დავკეტე, სახლი დამხვდება გაძარცული.
არ აკეთებთ ამ ქცევას, ანუ არ მიდიხარ და არ ბრუნდებით, ანუ იქ ამბობთ, რომ სახლში დაბრუნდები, ამას გადავიტან, მაგრამ აგრძელებთ დღეს ჩვეულებრივად. აი შემდეგ ბრუნდებით სახლში და ხედავთ, რომ ყველაფერი რიქსია. და აი აქ აუცილებლად იწერთ აზრს. დღეს მე მქონდა შფოთვა, რომ კარები დამრჩა ღია. შესაბამისად მეგონა, რომ ყველაფერი გაძარცვული დამხვდებოდა. მინდოდა სახლში აბრუნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავი შევიკავე, საღამოს დავბრუნდი და ყველაფერი რიქსია. ანუ ვაგროვებთ ამ პოზიტიურ გამოცდილებებს ჩვენს კალათაში, სადაც ჩვენ არ გავაკეთეთ ეს ქცევა და ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ ეს უნდა ჩავიწეროთ. რადგან ჩვენს ტვინს სჭირდება პოზიტიური გამოცდილებები, შემდეგ ის ყველაფერს გავუმკლავდება, რადგან სწავლობს. თქვენ უბრალოდ უნდა დაეხმაროთ ამ გამოცდილებების დაგროვებაში. დღეს რაზეც საუბრობდით, ეს იყოს კოგნიტურ-ქცევით თერაპიის მიდგომები და სავარჯიშოები. კოგნიტურ-ქცევით თერაპიაში ხშირად ფოკუსირდებით ობსესიურ აზრსა და კომპულსიურ ქმედებაზე, სიმპტომზე. ვეძებთ გზებს, როგორ გავუმკლავდეთ შფოთვას, შევცვალოთ აზროვნება, შევამციროთ კომპულსიები. ეს მიდგომა ძალიან ეფექტურია, განსაკუთრებით მოკლებადიან პერსპექტივაში. და რაც შეეხება ფსიქოანალიზს. ფსიქოანალიზში ჩვენ დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ იმით, რას აკეთებს ადამიანი, არამედ იმით, რა დგას ამ სიმპტომის უკან. სიმპტომი ფსიქოანალიზში არ არის მტერი, რომელიც უნდა აღმოვფხრათ, არამედ შეტყობინება, კომპრომისი არაცნობიერ სურვილსა და შინაგან აკრძალვას შორის. ანუ სიმპტომი არის სიმბოლო, შინაგანი კონფლიქტის გამოხატულება. ობსესიური კომპულსიური აშლობისთან მუშაობა ფსიქოანალიზში არის უფრო ღრმა და გრძელვადიანი. იგი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას და ვეცდები, რომ მოკლედ აღწერო ისინი თქვენთვის. პირველი არის სიმპტომის შინაგანი ლოგიკის გაგება, ანუ ვიკვლევთ რა ფუნქციას ასრულებენ ობსესია და კომპულსიები. ამის უკან ხშირად დგას ჩახშობილი სურვილები, აგრესია, დანაშაული, კონტროლის დაკარგვის შიში, დაშლის ან დაცვის მოთხოვნილება. ასევე ვიკვლევთ არაცნობიერს, თავისუფალი ასოციაციებით, სიტყვებთან და მეტყველებასთან მუშაობით, განმეორებითი სიუჟეტებით, სიზმრებით, ფანტაზიების განხილვით. უნდა გავიგოთ რა არის დამალული ამ დაავადების უკან. ასევე მუშაობთ ტრანსფერთან, რადგან ძალიან ხშირად სიმპტომი იწყებს გამოვლინებას ფსიქოანალიტიკოსთან ურთიერთობაში, მაგალითად უნდობლობის, კონტროლის, ეჭვების სახით. ის ხდება ცოცხალი მასალა ფსიქოანალიზისთვის და შეგვიძლია განვიხილოთ, გადაიტანოს ადამიანს, შეუძლია გადაიტანოს და გადაიაზროს ეს შინაგანი კონფლიქტი ახთა ახლა ფსიქოანალიზის ფარგლებში. და რაც თავარია, ხდება ფსიქიკის სტრუქტურის თანდათანობით ცვლილება. ჩვენი მიზანი არ არის სიმპტომის მოცილება, არამედ დავეხმაროთ ადამიანს მეტი შინაგანი თავისუფლების და მდგრადობის მოპოვებაში. და ფსიქოანალიტიკოსგან ის ითვისებს კიდევაც ამ შინაგანი დამამშვიდების ინტროექტს, რისთვისაც ბავშვობაში ვერ მოხდა. ფსიქოანალიზის მეთოდი, რა თქმა უნდა, უფრო ნელია, რადგან ეს არის უფრო გენერალურად ჩამოტარებული სამუშაო, რომელიც ადამიანს ცხოვრების ბოლომდე მიყვება. და ეს საშუალებას იძლევა არა მხოლოდ სიმპტომების კონტროლის, არამედ იმის, რომ ღრმად შეიცვალოს ურთიერთობა საკუთარ თავთან, საკუთარ სურვილებთან, სხვებთან. კოგნიტურ-ქცევით თერაპია კი უფრო სწრაფი გზაა სიმპტომის მოხსნის, თუმცა ჩემ პრაქტიკაში მე მაგალითად ვიყენებ ორივე მეთოდს, გააჩნია ადამიანის მდგომარეობას და ობსესიურ-კომპულსური აშლობის ხარისხს. დღეისათვის სულ ეს იყო. ამით დავასრულეთ საუბარი ობსესიურ-კომპულსურ აშლობაზე ამ ეტაპზე. თქვენ კი კომენტარებში დამიწერეთ, რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის ეს თემა და რამდენად დაგეხმარათ ეს სავარჯიშოები. ასევე მომავალში რომელი დაავადების განხილვა გსურთ ასე დეტალურად. არ დაგავიწყეთ ამ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა მეტი საინტერესო კონტენტისთვის. ნახვამდის.